ფონი თუ შეიძლება ახლოს. პირველ რიგში 2003 წლამდე გერმანელი და იტალიელი კი რა თბილისელი არ ჩადებდა ზუგდიდში ფულს. 2003-ის მერე 2008-ში ომი იყო. როდის უნდა მოსწრებულიყო ეს ბუმი? მე ყველას უპასუხებ, ყველას რაც ჩამოთვალა ბატონო მოთარი. მერე კიდე თქვენ არ უნდა იფიქროთ, რომ რახან მიწა არის, ავტომატურად ვიღაცები ჩამოვლე. ის უნდა დარწმუნდეს, სერიოზული ნორმალური ინვესტორი უნდა დაარწმუნო. უნდა ხედავდეს ის ადამიანი, აქედან რაღაცა გადის, ის მომგებიანია. პლუს სანდო პარტნიორი უნდა იპოვოს ამ ქვეყანაში. მარტო მიწის გულისთვის, მე ხა მიწის გულისთვის არავინ არ ჩამომიყვანია, მე მენდობოდნენ და იმიტომ ჩამოვიდნენ და კიდევ არის ხალხი, ვისაც უნდა დობის ფაქტორი. ერთი წამით რა, მაცალეთ. დობას, შენებას დიდი დრო უნდა. ეგრე არ ხდება ეს უცბად. ხო, მეორე, რაც შეეხება ისა მინორიტარი. ეხლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეხლა ვინმეს თუ აქვს საერთოდ ბიზნესთან შეხება, მიწახეს დაუშვათ $1000 ჰექტარი. მე ჩავდო $1000, მიწა ჩემი იყოს და იმ გერმანელმა თუ ლიტველმა თუ ვიღაცამ ჩადოს 1 ჰექტარში 10000. ანუ მე ჩავდო 10%, მიწა ჩემი იყოს, იმან ჩადოს მთელი განვითარებულის ფული. და ანუ მას ეკარგება ინტერესი. ინტერესი კი არა, ელემენტარულად თქვენ დათანხმდებით, რომ მიწა იყოს დაუშვათ ვიღაც გოჩასი. დიახ. მიკროფონში. მიწა იყოს ვიღაც გოჩასი და თქვენ ჩადოთ იქ 10000, 15, მაგრამ მიწა მაგის სახელზე იყო. ის შეიძლება გარდაიცვალოს ან რაღაც მოვიდეს, იმის მეუღლემ თქვას, რომ მიწა ჩემია, შენ ვინ? ან შეიძლება ბანკში ჩადოს. ამ გარანტიები არ არსებობს. ბანკში ჩადოს იმას რა ქვია, უზრუნველყოფაში და თქვენ რანაირად. ეხლა რაც შეეხება იჯარას. კიდევ ერთხელ ვამბობ, საერთოდ ელემენტარულად ბიზნესი თუ ვინმეს ესმის აქ. რას ნიშნავს იჯარა? მე მოვედი დაუშვათ რომელიღაც რეგიონში. დაუშვათ არარსებული კულტურა განვავითარებ, დაუშვათ მოცვი. აი ხლა თხილზე დაუშვათ სამეგრელოში სიტყვაზე 1 ჰექტარზე ფერმერს რჩება დაუშვათ $3000 მოგება. აი მე შემოვიდა დაუშვათ მოცვის კულტურა. ჰექტარზე რჩება $20000 დაუშვათ მოგება. უკვე მიწას ხო სხვა ფასი აქვს 1 ჰექტარს. მე ვიწვალე, ვიშრომე, რისკები ავიღე, გავჭერი ბაზარი უცხოეთში და დაუშვათ 10 წლის მერე მე სხვა ბიზნესში მინდა გადასვლა. მინდა გავყიდო ეს ჩემი ბიზნესი მიწიანად. ვერ გავიგე რა $1000 თუ ვიყიდე 85-ში, ისევ $1000 გავყიდო 2055-ში რა სისულელეა რაღაცა. კარგი, თქვენ მე რა თქმა უნდა შესაძლებლობა. მე ღირსი ვარ იმისი, რახან მე ახალი ბიზნესი განვავითარ, სხვების მიწის ფასმაც მოიმატა. მესმის ჩვენ ბევრი დრო გვაქვს, კიდევ მოგცემ შესაძლებლობას ბატონზურა. გასაგები. ბატონზურა, აი როგორ გესმით თქვენ ერთი წამი დიდი ბოდიში რა, რაც შეეხება დებატებს და კონსულტაციებს. მე წარმოვადგენ კომპანიას, რომელმაც თხილის მერე აგერ ღვინო საბჭოთა კავშირი რუსეთს ვერ გაცდა, ბორჯომით ვერ გაცდა და ბევრი სხვა რაღაცა და ჩვენ ჯერ გერმანიაში გავიტანეთ პროდუქცია, მე იაპონიაში, იმიტომ რომ უკეთესი ფასია იაპონიაში და ჩემი კომპანია ერთხელ არ მოუწევიათ არანაირ დებატებზე. ერთხელ არ მოსულა მთავრობიდან არავინ და არ უთქვიათ თქვენ ეს როგორ მოახერხეთ, თქვენნაირი მაგალითები გამრავდეს ერთხელ. აი ამ 4 წლის მანძილზე. გასაგებია ბატონზურა, რა ეკონომიკურ შედეგებს მოიტანს ის რის განხორციელებასაც აპირებს მართველი გუნდი?